ჩემი პირადად იმდენად საინტერესოა, რომ რაღაცნაირად ვახერხებ უშუალოდ ჩართვას. იშვიათია, რომ არ დავესწრო და მაშინ ვნახულობ. ანუ კვირაში აი ეს ფაქტიურად ორი გამოდის. მაგრამ კვირაში ერთი რო იყოს და რო ენაცვლებოდეს ერთმანეთს მეცნიერება და ინჟინერია არ იქნება ცუდი. მისაღებია, დიახ. მასალის რაოდენობა თქვენ რა გაქვთ განსაზღვრული რომ გადმოგცეთ მასალის რაოდენობის მიხედვით უნდა განისაზღვროს ალბათ ხო კვირაში ერთი თუ იცით როგორ არის ეგ საინტერესო ის დასვით ახლა თქვენაც ეცოც აღმოჩნდა მე როგორც ყველაზე მთავარი ასე ვთქვათ ისე ჩემი თავი დავამაგრო შეხედეთ ეს ანუ უსასრულო ამბავი არის კი რა თქმა უნდა მაგალითად ელექტროინჟინერიის თვალსაზრისით ჩვენ გვაქვს ორი სახელმძღვანელო თითოში გვაქვს 20 პროექტი, მაგრამ მე ხავ ამთავრებთ მესამეს ალბათ დავდებთ ერთ თვეში. იქაც კიდე 20 პროექტი იქნება, ანუ იქაც შეიძლება ის კი ნაბიჯების გაგრძელება. მე უფრო იცით როგორი არის, ერთ-ერთი მიზანი აი რაღაცა შესავალი სანამ დავიწყებ საუბარს, ვთქვა, რაზე ვსაუბრობ. ნახეთ რომ ერთ-ერთი ჩვენი მიზანი არის მოზიდვა. რა ქვია ამას, ეკლესიაში ამას ეძახიან ინდოქტრინიზაციას კი არა, მისიონერობა. რომ გამრავლდეს ბრევლი, რომელიც სკოლაში უფრო მეტ STEM-ზე ასე ვთქვათ მუშაობს რა. აი, ჩემ ბავშვობაში არ ვიცი ხა, ვინც საბჭოთა პერიოდს მოესწარით, იყო ხოლმე ეგეთი გადაცემა. სად იყო ესე იგი ამდენი ინტერნეტი და სულ ყველაფერი და იყო გადაცემა, რომელსაც ერქვა ცხოველთა სამყაროში. რუსულად იყო, უბრალოდ ქართულადაც იყო. აღარ მახსოვს, გეგეჭკორს მიყავდა ქართული რუსულად იყო მირე ჟივოტები, ხო და აი მე მაგალითად როგორც ცხოველების მოყვარულ ადამიანს სულ ველოდებოდი ხოლმე, რომ აი ის კვირის ის ერთი შაბათი თუ რაღაცა დღე მოსულიყო, რომ მეყურებინა იმ 1 საათისათვის. სად იყო მაშინ? ან გადახვევა, ან გადმოხვევა რა. ხო და ამიტომ ვიფიქრეთ ეს ტემპი, რომ აი კვირაში ერთხელ რო არის, შენ თითქოს აჩვენებ საკუთარ კოლეგებს, რომ შენ ამ საქმეს არ ეშვებ, ნახეთ? ანუ ისეთი რამე კი არის საქართველოში ხო როგორ არის ერთ-ერთი ჩემისას რა რაღაცა იწყება ხოლმე კარგი საქმე ჩერდება მე მეორე საქმე დაიწყება კარგი ჩერდება ხო და გვინდა რომ შეგრძნება გავაჩინოთ ხო რომ ესე იგი აი არ ჩერდება რა ხო აი მუდმივად მუშაობთ მუდმივად ვიფიქრებთ შინაარს მე ხა ერთი არის აი მაგალითად ხუთშაბათის დღის ხო როდესაც აი დღესაც საინტერესო რაღაცებზე ვისაუბრებთ ეს პრეზენტაციები შეიძლება თქვენში იდეები გააჩინოს, რომ ბავშვებთან დაგეგმოთ ამ თემებზე საუბარი, ბავშვებმა თვითონ მოიძიონ რაღაცა შექმნან პრეზენტაციები ან კონფერენცია მოაწყონ ან რაღაც სამუშაო შეხვედრები და მეორე ელექტროინჟინერია ის უფრო პრაქტიკული ამბავია, ხო? ეხლა 1 საათი ცოტაა, მაგრამ პატარ-პატარა ნაბიჯებით მიდიხარ და მიდიხარ წინ. ამიტომ მიუყვებით ჯერჯერობით აი ამ კვირის განმავლობაში რა. რა თქმა უნდა, რაღაც საქმეები რო გამოგვიჩნდება, ან დასვენების დღე იქნება, ჩვენც გავჩერდებით ხოლმე, ხო და. თავბრატო რუსუდან თქვენ ხელი გაქვთ გაწეული, ისმენთ. დიახ, მოგესალმებით, ბატონო კახა. კარგი აზრია, რაც თქვენ ბრძანეთ, მაგრამ საშუალება დროის არის ძალიან მცირე. ძალიან საინტერესოა, ძალიან საჭიროა გეთანხმებით ყველანაირად, მაგრამ აქ ესწრება ის მასწავლებლები, ვინც ძალიან დაკავებულია, ალბათ, ვინც დაინტერესებულია ძალიან ბევრი რაღაცით და ცოტა დროის პრობლემა არის. კი, რა თქმა უნდა და თუ კვირაში ერთხელ იქნება, უკეთესი იქნება, ალბათ, სანამ სასწავლო პროცესია და არდადეგებზე შეიძლება თუ გაგრძელდება, კვირაში ორჯერაც იყოს, იმიტომ რომ არდადეგებზე შედარებით უფრო თავისუფლები ვართ. ამიტომ აი ეს დროის პრობლემა ხო და ესე იგი თუ კვირაში ერთხელ იქნება, მაშინ მონაცვლეობა იქნება. მაგალითად ერთი შეხვედრა თუ იქნება ესეთი თემატური, შემდეგი შეხვედრა ჩვენთვის შეიძლება უფრო კომფორტულიც კი იყოს, რომ კვირაში ერთხელ რო გადა. იცით რას ვიზამ? აი ვინც მყევხართ ჯგუფში, შეიძლება პრინციპში გამოკითხვა მოაწყოს ადამიანს, ხო? რაღაცა კითხვარი გამოაგზავნოს ციფრული და იქ ყველა მონიშნოს თავისი პასუხი, როგორ ურჩევნიათ და რანაირად. ესე შეიძლება ალბათ რომ დავადგინოთ აი სურვილები როგორ იქნება და ზოგადად აი ხა მე მომზადებული ვარ თან უკვე ჩაწერაც ჩავრთებ ანუ ჩვენი ერთ-ერთი რო თქვენ მოგაწოდოთ აი ხა თქვენ ხედავთ ჩვენ Facebook ჯგუფს ხო აი ეს ჯგუფი გვაქვს გაკეთებული Facebook-ში
ძალიან გვიხარია რომ 5700 კაცი არის, აბსოლუტურად სხვადასხვანაირი ხალხი არის. ნამდვილად თავს არ დავდებ რომ მანდაბაიც ყველა მასწავლებელი იყოს. აქვე ვაკეთებთ ხოლმე აი ამ განაცხადს, აი მაგალითად დღევანდელი შეხვედრის, სადაც არის გმული და თუ ადამიანი შემოვა და არ არის Teams-ის ჯგუფი, თუ Teams-ი აქვს ჩამოწერილი, მე ჩვენ უფლებას ვაძლევთ რომ შემოვიდეს და აქვე ამ ჯგუფში ნახეთ აი ზემოთ კიდე ერთხელ ვიმეორებ, აქ არის აი ესეთი გვერდი, რომელსაც ქვია თავისებური feature, ეგრეთ წოდებული დაპინული ისინი. ნახეთ, ანუ ყველა აბსოლუტურად ვიდეო აქ არის მოცემული და ეს უკვე თავისუფალ წვდომაშია რა. ეს ვიდეოები, რომელიც აქ არის. ეხლა მე უბრალოდ სხვა ჯგუფიდან ამაქვს, ესე იგი ამას, ხო? აი ეს ყველა ვიდეო არის აბსოლუტურად მოცემული. ხო. და მოდით წამით თუმცა მაინც დაკარგა ამ ესე იგი თვისება ჩემ Facebook-ში გადავალ, ხო, აი აქ დავაჭრე, ხო. აი აქ არის ესე იგი ყველა ვიდეო და შესაბამისად აი მოკლედ ყველა შეუძლია ნახვა. ნუ გარდა იმისა, რომ ჩვენი ეს ჩანაწერები ჩვენივე ჯგუფში აი ამ საქაღალდეში ვისაც Teams-ი ეხერხება აი ამ ეგრეთ წოდებულ გაზიარებულ საქაღალდეში აი აქ არის ჩანაწერები, ესე ქვია. და აი აქ არის მათ შორის ყველა ვებინარები. აი 25 წლის ვებინარები შევინახეთ ქაღალდეებში და ეს უკვე 26 წლის არის, რაც კი ჩატარდა. კარგით, მადლობა თქვენი მოსაზრებისათვის და აი ჩვენც დავფიქრეთ. პირადად ჩემთვის ყოველთვის უკეთესია პირდაპირ ვუყურო ონლაინ, ვიდრე მერე მოუბრუნდე, იმიტომ რომ აი ისევ და ისევ დროის დეფიციტის გამო და მირჩენილი საქმე მაინც მირჩენილია. ამიტომ დაუშვათ სიტყვაზე მირჩევნია მე დავესწრო და იყოს კვირაში ერთხელ და მოგისმინოთ, ვიდრე მერე ვუყურო, იმიტომ რომ ეს ყოველთვის ცოტა მოუხერხებელია, ცოტა დისკომფორტს ქმნის და ამიტომ ვთქვი რომ კვირაში ერთხელ ალბათ უკეთესი იქნება დასწრებისთვის. კი ბატონო. შეიძლება მოკლედ კვირაში ერთხელ იყოს და შინაარსობრივად ენაცვლებოდეს საერთოდ რა. მე მგონი რომ პრობლემა არ იქნება. მეორე იცით სანამ დავიწყებ ჩვენ ალბათ თქვენ წერილობითაც მოგმართავთ, მაგრამ ნუ ვინც უყურებთ სისტემატიურად ამ ჩვენ შეხვედრებს, აქაც მინდა ვთქვა რომ ძალიან გაგვიხარდება ჩვენ აი სულ არის ხოლმე ეგეთი შეკითხვა რა. ამაზე სხვა დღეებშიც დავილაპარაკებ ამ შეხვედრაზე. კითხვა არის ესეთი რომ აიო კლუბები როცა იქნებაო, ესე გვეკითხებიან, ან რაღაცა ბავშვების გუნდი არის, რომელიც მასწავლებელთან ერთად მუშაობენ STEM პროექტზე, ხო? აი მუშაობენ აქ გუნდი? ახლა ჩვენს ვეუბნებით რომ ნახეთ ვიღაცა მოვიდა ჩვენთან სტუმრად, აი ნახეთ რომ სურვილი გამოხატეს, ვიღაცა მოგწერა, ვიღაცა აქ ესწრება, ხო? მაგრამ რეალურად ახლა სკოლაში არაფერ კლუბი ან ხშირად ამ ტიპის პროექტებზე მუშაობა არაფორმალური განათლების სივრცეა, ხო? იმიტომ რომ ერთი არის რომ სწავლობ, მიუყვები რაღაც სახელმძღვანელოს, მიუყვები ჩემ გეგმას, რაღაცა ტიპის პროექტები მაქვს გასაკეთებელი და აბა კიდე ეხა დამატებითი დრო არის, ხო? არც ისე იოლი არის რომ ინტეგრირება გააკეთო უშუალოდ სასწავლო პროცესში ამ ტიპის პროექტები, STEM პროექტები, ხო და ამიტომ მაგალითად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, როდესაც ჩვენ მოგდის ესე იგი, ნახეთ ვიდეო რეფლექსია. აი მე მინდა რომ კიდე გაგახსენოთ როგორი რამეა ვიდეო რეფლექსია. მაგალითად ფესტივალი წინაზე რომ ჩავატარეთ, ხო? აი ნახეთ მე გადავედი ახლა ჩვენ ვებგვერდზე და აი აქ ჩვენ გვაქვს რატო ხო აი აქ ჩვენ გვაქვს აი განხორციელებული პროექტები. აქ ჩვენ გვაქვს ესეთი მაგალითები, როდესაც აი მაგალითად რა ვიცი, წყიბულის საჯარო სკოლა სიტყვაზე ავიღოთ აი ახლა ამას დავაჭერ. ესე იგი, როცა ბავშვებმა გააკეთეს პროექტი, ისინი ესე იგი, გვიჩვენ ჩაიწერეს ჩვენი ექსპერიმენტის მცირე რეფლექსია, სადაც მარტო კი არ გვიჩვენებენ რომ რაღაცა გააკეთეს, არამედ მსჯელობენ. აი როგორ გავაკეთეთ, რა გამოგვივიდა, რა არ გამოგვივიდა და ასე შემდეგ. ჩვენთვის ეს არის მაგალითად მტკიცებულება, რომ აი ბავშვები რაღაცა მუშაობენ, როცა დრო აქვს, მაშინ მუშაობენ რა. ამიტომ ძალიან გაგვიხარდება აი ამ ტიპის ესე იგი რა ქვია ვიდეოები და ესენი სულ ყველა გვაქვს. აი აქ ჩვენ გვერდზე გვაქვს დამაგრებული ფესტივალის კიდე სხვა სივრცეც გვაქვს YouTube-ში. თვითონ ბავშვებსაც რო კონდეთ თავის ესე იგი სივრცე,
ძალიან მნიშვნელოვანი არის რა. ამიტომაც ძალიან გაგვეხარდება თუ მოგვივა ესეთი ვიდეოები და აი საერთოდ კულტურა კი არ დამკვიდრდება, მაგრამ კარგი რამე იქნება, როცა თქვა აი საინტერესო რაღაც პროექტი ხო STEM მიმართულებით გავაკეთეთ, ბავშვებმა რაღაცა მცირე ვიდეო რო ჩაიწერონ და ჩვენ გამოგვიგზავნოთ და ჩვენ აი რაღაც ეგეთ კატალოგს ვაკეთებთ რა თითქოს რა. სადაც თავს იყრის და მე შეგვიძლია რომ თქვა რომ ნამდვილად აი ამ სკოლაში ესე მუშაობენ, ეს მასწავლებელი ესე მუშაობს, ხო? ეგ საინტერესო იქნება ვიდეო რეფლექსიები. ასე თქვა ჩაწერა. ალბათ რუსთან ისე თქვენ გაქვთ ხელი აწეული. დიახ. ბატონო კახა, ჩვენც გვაქვს ეგ ჩანაწერები და შემიძლია გამოგიგზავნოთ და მეორე კიდევ დღესაც ვესაუბრებ ბავშვებთან სურვილი გამოთქვეს ჩასვლის, ასე ვთქვათ. და დაუშვათ რა დროისთვის უნდა იყვნენ თქვენთან და რამდენი ხანი დავყომდებით. თქვენ გიკავშირდებით რომელი სკოლიდან? ხობის ახალსოფლიდან. ესე იგი, ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული, ხო? ერთი სპეციფიკა არის ჩვენი, რომ შაბათ-კვირას ჩვენი ცენტრი დახურული არის და უქმე დღეებში დახურული არის. აი მაგალითად 3 მარტი რო არის. ამიტომ სამუშაო დღეში, როცა თქვენ ორგანიზებას გაუკეთებთ ესეთ ჩამოსვლას, ხო? შევთანხმდებით იმ დღეზე, ან მე და ნუგზარი ერთად ვიქნებით, ან რომელიღაცა აუცილებლად დაგვწევით და ეს უკვე მოლაპარაკების საკითხი არის. მოგწერეთ, დაგვირეკეთ და მოვილაპარაკოთ ის დღე, რომელიც თქვენ გაწყობთ. დაახლოებით რა ყოველ დღე მუშაობთ. საათნახევარი მიდის აქტივობა, თუ ვერ დაასრულეს ბავშვებმა პროექტი, მაქსიმუმ 2 საათი. გასაგებია. და დაახლოებით რა დროისთვის ხის რომელი მონაკვეთისთვის გაწყობთ თქვენ, იმიტომ რომ მე თვითონ ფოთიდან უნდა ჩვენ ნახეთ როგორ არის ჩვენ სამსახურში 9-ზე რომ მოვდივართ, 6-ზე მივდივართ. ესე იგი, ყველაზე გვიანი 4 საათზე ვიწყებთ ესეთ შეხვედრას, რომ მერე თუ ვთქვათ, მაქსიმუმი გაგრძელდა 2 საათი, რომ 6 საათზე უკვე დავასრულოთ. გასაგებია, იმიტომ რომ მე თვითონ სკოლიდან უნდა წამოვიდე და ბავშვები ხობიდან უნდა წამოვიყვანო. ხო, აი შეხედეთ ხო, დილიდან 4 საათამდე, როცა ჩამობრძანდებით ჩვენთან სამუშაო შეხვედრაზე, მოკლედ ჩვენ მზათავართ და დანარჩენი უკვე მოლაპარაკების საკითხია. მოვილაპარაკებთ დროზე და მე თვითონ ბავშვებმა უნდა გააკეთონ ეს აქტივობები თუ თქვენ აჩვენებთ რა იმეს თუ როგორ იქნება. არა, ნახეთ, 2 ნაწილისაგან შედგება. აი საათნახევარს თუ ავიღებთ, პირობითად ნახევარი საათი თუ აჩვენებთ, მაგალითად STEM პროექტები, როგორი გვაქვს, როგორი არის ბავშვების გაკეთებული, საიდან შეიძლება დაიწყონ, რა შეიძლება გაართულონ, ხო? 1 საათი ყველა ვარიანტში დრო თვითონ ბავშვები ხდებიან და მუშაობენ ნაკრებებთან, რომ აი საკუთარი ხელით იგრძნონ, რას ნიშნავს ეს ელექტროინჟინერული ელემენტი, რომ შემოდის, ფიზიკა იქნება, ქიმია თუ ბიოლოგიაში. ბატონო კახა, ამათ საკმაოდ ხდება აქვთ ამ მიმართულებით და მე ადრე გითხარით, ნახევარფინალშიც და ფინალშიც გაიმარჯვეს ამ ბავშვებმა თქვენ რომ ჩაატარეთ. შეხედეთ, როდესაც ჩვენთან ჩამოდის გუნდი, რომელსაც გამოცდილება აქვს, ჩვენ ვთანხმდებით წინასწარ მათი ინტერესი რა არის და შეიძლება შევთანხმდეთ და რაღაცა დავახვედროთ, იმიტომ რომ შეიძლება იმათ უნდათ რაღაც პროექტზე მუშაობა, მაგრამ რესურსი ხელი არ მიუწვდებათ და ჩვენ კიდე გვაქვს ის რესურსი, ხო? ამიტომ შეიძლება ეს გამოცდილება მიიღონ იმ ელექტროკომპონენტებთან მუშაობის. ანუ ვინც მოდის ჯგუფი, იმის საჭიროებიდან გამომდინარე გეგმავთ რა დავახვედროთ და როგორ ჩავატაროთ ეს სამუშაო შეხვედრა. გასაგებია. ხელმისაწვდომობა გვაქვს ჩვენ ამ დეტალებთან, კომპონენტებთან ყოველ შემთხვევაში, მაგრამ უფრო ეს პროგრამის წერის ნაწილში უფრო დაგჭირდება ალბათ დახმარება. ამიტომ უნდა დავილაპარაკოთ და აი როგორიც იქნება თქვენი ასე ვთქვათ დაკვეთა იმის მიხედვით მოვამზადებ ჩვენ შეხვედრას. გასაგებია, მაშინ მე დაველაპარაკები ბავშვებს გადავწყვიტავ და დაგიკავშირდები. კარგით, მადლობა. კარგით. მადლობა და მოდით დავიწყოთ, კოლეგებო, დიდი მადლობა ისევ კიდევ ერთხელ, ვინც მოიცალეთ და შემოხვედით შეხვედრაზე. დღეს მე გამოვაცხადე, აი ჩავენაცვლებ და ასე ვთქვათ, წარმოგიდგენთ ესეთ თემას, ჩემისაც ძალიან საინტერესო თემა არის. ეს არის ეგრეთ წოდებული კოსმოსური ბიოლოგიის თემა. ნახეთ, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ბავშვები და მე მგონი ჩვენც რა ბევრი არის დღეს გატაცებული, ესე იგი, რა ქვია, ზოგი ფანტასტიკით, თუმცა მაგალითად ილონ მასკმა რაც დაიწყო საკუთარი კოსმოსური ხომალდების გაშვება და თან მომზადება პროექტის
არ ვიცი, ალბათ ხსმენიათ, რომ ერთი რომ მარსზე უნდათ რომ ადამიანი შეეცადოს რომ დასახლდეს, ნელ-ნელა ფეხი მოიკიდოს და მეორე არის, რომელიც უკვე ზუსტად დაახლოებით თარიღებით იციან, რამოდენიმე თვეში დაიწყება, ეს არის ეგრეთ წოდებული მთვარის ათვისება, როგორც მისი ნათელი მხარის, ასევე მისი ბნელი მხარის, ხო? და აი, არ ვიცი, მე მაგალითად რეკომენდაციას უწევ, ვისაც არ გინახიათ, ან ბავშვებსაც რო არჩენოთ, აი მაგალითად ამ ფილმის არის ესეთი ცნობილი ფილმი, რომელიც გამოვიდა სადღაც აი 10-იანი წლების შუაში, ან ჩვენი დროის დასაწყისში, რომელიც ეს წიგნი იყო ბესტსელერი, რომელსაც ქვია მარსიელი. ეს ტრეილერი ჩავთე, რომელიც საკმაოდ რეალისტურად, ისე რომ ეს არ არის რაღაცა უმოვლის კოსმოსი, არამედ მათყოფილობები, ანუ ყველაფერი რასაც ხედავთ თუნდაც ახლა ამ კადრებში, ხო? ეს უკვე ადამიანები შექმნილია დღეს ყველაფერი რა. შესაბამისად ძალიან საინტერესო ისტორია არის ადამიანზე, რომელიც თვითონ და ჩარჩება, ესე იგი, მარსზე და როგორ იბრძვის ის გადარჩენისათვის. აი მე როდესაც ესე იგი ამ პრეზენტაციას ავკითხავთ, შეგიძლიათ ეს ტრეილერი მთლიანად ნახოთ და უფრო თუ დაგაინტერესებთ, მე რეკომენდაციას უწევთ თქვენც ნახოთ და თუ ბავშვებს განახი არ აქვს, ბავშვებმა რომ ნახონ ეს ფილმი. ხოლო რაც შეეხება იმ თემას, რომელზედაც მინდა რომ დღეს გესაუბროთ, ხო? აი ამ ფილმში ახლა უკაცრავად რასაც ახიან დღეს სპოილერს, პატარა ნაცვლს გაჩვენებთ. აქ არის ესეთი დილემა, რომ ადამიანი, რომელიც გარდაჭა მარსზე და მას აქვს საშუალება აწარმოოს ჟანგბადი, იმიტომ რომ ხელსაწყოები აქვს, მას ამავე დროს ყובה ჭირდება, ნახეთ? და იქ თითქოს და აი ნახევრად ფანტასტიკურად, მაგრამ ამავე დროს უცნიერულად დასაკუთრებულად გაჩვენები არის, როგორ ის ცდილობს მოიყვანოს კარტოფილი. ხო, ის ბოტანიკოსი არის პროფესიით და მას უნდა აეწყო, ესე იგი, მეურნეობა მარსზე და ის იწყებს მუშაობას, ის მსჯელობს, ეს ართლა ზღაპრები არ არის მოყვანილი, მათ შორის როგორ იყენებს საკუთარ, ასე ვთქვათ, ფეკალიებს ტუალეტში, ხო, იმიტომ რომ ის მარსით არ იკარგება, ის რაღაცნაირად ინახება, როდესაც კოსმოსში არის ორგანული საკვების გამოსაყენებლად და როგორ აღწევს ბოლოს და ბოლოს აი ამ შედეგს, რომ აი მეცოდა აი როგორ ესე ქმნის ესეთ დელოს, სადაც დათესავს კარტოფილს და მე მოკლედ იქ მოიყვანს ესეთ მოსავალს კარტოფილისგან. თორემ ძალიან საინტერესო არის, რომ ისე ამ ნაწარმოებში კარტოფილი არის მოყვანილი როგორც მაგალითი, რომელიც ღირს, რომ ერთ-ერთი პირველი გამოვიყენოთ თუ კოსმოსში დაგჭირდება, რომ მოვიყვანოთ ხომალდი იქნება თუ სხვა პლანეტაზე, ესე იგი მოსავალი რა ბიოლოგიურად რა. მოკლედ, ეხლა ეს დღესაც აქეთკენ მივისწრაფით და თან ფანტასტიკურ კინოებსაც ვიღებთ, მაგრამ მოდი გავიხსენოთ საერთოდ კოსმოსი და სიცოცხლე საიდან დავიწყო, ხო? და აი ვისაც საბჭოთა პერიოდი საკუთარი ბავშვობა თუ გახსოვთ, პირველი ადამიანის გამოცდილება, როდესაც იმზადებოდნენ კოსმონავტები გაეშვათ, ესე იგი კოსმოსში, რომ გაერკვიათ რა შეიძლება დამართლოს ადამიანს კოსმოსური ფრენის დროს, მოკლედ ჩვენ დაგვეხმარენ ძაღლები. აი ეს არის ეს დოკუმენტური ესე იგი კადრები. ძალიან საინტერესო არის, ახლა გავაჩერებ ცოტა ხანი. ну არ ვიცი ვინც იც შეიძლება უმრავლესობა მიცით, ვინც არ იცის, მოკლედ ეს არის საბჭოთა კავშირის მიერ გაშვებული, ესე იგი, მაშინ ეს კოსმოსურ ხომალდში ქუჩი ძაღლი აიყვანეს, ძალიან საინტერესოა, სხვათაშორის ქუჩაში დაიჭირეს ეს ძაღლი, ერქვა რუსულად სახელი ლაიკა, ანუ მყეფარი, რო თარგმნულად და ძალიან საინტერესო არის ამ ვიდეოში ჟურნალისტი იძახის, ეგეთი ლეგენდა არსებობს, რომ როდესაც ჩასვესო ის მეცნიერმა ბოდიში მოუხადა ამ ძაღლს და უთხრა, რომ აი ლაიკა გვაპატიერო, გიშვებთ კოსმოსში და უნდა შეეწირო. ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ეს პირველი მისი მგზავრება, ლაიკა არის პირველი ცოცხალი არსება, რომელიც ჩასვეს კოსმოსურ ხომალდში. მან შემოუფრინა პირობითად დედამიწას, ყოველ შემთხვევაში გავიდა კოსმოსში და მერე დაემიწა და სავარაუდოდ, როგორც ვარაუდობენ, სულ ერთი 4-5 საათი გაუძლო იმ პირობებს და უფრო ანუ თერმული პირობების გამო ტემპერატურას ვერ გაუძლო და დაიღუპა. ანუ ის ცოცხალი არ ჩამოვიდა. თუმცა აი თქვენ ხედავთ, რომ კადრებში მოჩანს, რომ მას რუსეთში დაუდგეს ძეგლი. პატივს ცემენ, გამოსული არის, ესე იგი,
საფოსტო ბარათები და ისტორიაში შევიდა ლაიკა როგორც პირველი ძაღლი, რომელიც საერთოდ პირველი ცოცხალი არსება, რომელმაც კოსმოსური მგზავრობა განახორციელა. და აქედან უკვე მოდის ზუსტად ინტერესი. ნახეთ, ანუ ყველა ის კვლევები, რაზეც დღეს ჩვენ ვისაუბრებთ, ერთ ორს მოვასწრებთ, ხო? მიემართება ერთი საკვანძო მიზნისაკენ. თუ ადამიანმა უნდა აითვისოს კოსმოსი და თუ არ ვიცი მე ჩვენი შვილები და შეიძლება შვილიშვილებიც კი მოესწრნენ, რომ ვიღაცა მაინც სურველი, ვინც რო იქნება, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ფარეზე იცხოვრებს თუ მარსზე იცხოვრებს, იმიტომ რომ ყოველ შემთხვევისათვის მეცნიერები აბსოლუტურად სერიოზულად განიხილავენ ესეთი ტიპის განვითარებასაც და კაცობრიობის წინაშე მდგომელ პრობლემებისაგან ადამიანების გარკვეული ნაწილი რომ ვითომ არ ესე გაექცეს რა. და ათვისება მოხდეს უახლოესი ჯერ პლანეტების, ჯერ მთვარე და მარსი არის სამიზნედ აღებული. ის საერთოდ აღარ ლაპარაკი სხვა პლანეტებზე. რა ცოტა სხვა წარმოდგენა კი ეგონათ 50-იანებში რომ უფრო განვითარდებოდა კოსმონავტიკა, მაგრამ თლათ ეს იოლად ვერ განვითარდა რა. ამიტომაც აი ამ პირველმა მგზავრობამ, აი ამ ძაღლის მიცა ერთ-ერთი პირველი ინფორმაციები მეცნიერებს რა საფრთხეებს შეიცავს კოსმოსში მგზავრობა, როგორ იმოქმედებს ცოცხალ არსებაზე, უნდა განვითარდეს. თუმცა მეორე მგზავრობა იყო ძალიან საინტერესო. ეს უკვე იყო ამერიკის შეერთებული შტატების, ესეც 60-იან წლებში ხდება. ეს არის, ესე იგი, შიმპანზე ხემი, ალბათ მიხვდებით, რომ შიმპანზე იმიტომ იყო არჩეული, რომ ის თავისი ანატომიური აგებულებით უფრო გვაქვს ჩვენ, ხო? შესაბამისად, მასზე როგორ ზეგავლენას მოახდენდა კოსმოსური მგზავრობა, ის მიცემდა ინფორმაციას რა ევარაუდათ კოსმონავტების შესახებ. მით უმეტეს, რომ ეს უკვე მიფრინავს ლაიკის შემდეგ. ესე იგი, ერთი წარუმატებელი მგზავრობა ფაქტია რა. ნუ აქ თქვენ წარაჩვიდათ მე ნახავთ აი ამ კოსმოსური ხომალდით დაუშვეს და ყველა ნერვიულობდა. ცოცხალი ჩამოახცევდა თუ არ ჩამოახცევდა, ხო? ამაზე იყო დამოკიდებული, რომ მე ამ ინფორმაციას გამოიყენებდნენ როდესაც ადამიანებისათვის დაიგეგმებოდა თუ რა პირობები უნდა შექმნან კოსმოსურ, ასე იგი, ხომალდს რა. ეს 60-იანი წლები არის, ფაქტიურად პირველი ასე იგი ხელოვნური თანამგზავრი 50-იანების ბოლოში გაუშვეს, როგორც მე მახსოვს, ხო? რუსებმა, მაგრამ 60-იანებში წავიდა, აი 61 წელია დაიწერა კიდევაც და დაიწყო ეს გამოკვლევები. საინტერესო ამ კვლევაში მდგომარეობდა ის, რომ მაიმუნს თქვენი დაინახეთ, რომ სენსორები დაუმაგრეს ხელებზე, ფეხებზე, შესაბამისად გააზრებულად ნაკლებად იმოქმედებდა, მაგრამ თუ ის აი რაღაცა ბრძანებებს მიიღებდა, თან შეხედეთ ტელემეტრიას ეძახიან, ანუ გამოსახულებასაც იღებდნენ კოსმოსური ხომალდიდან, ისინი მიხვდებოდნენ მაიმუნი ცოცხალი არის და რა მდგომარეობაში არის. ერთი სული ჰქონდაო, როგორც იძახეს. ესე იგი, საავტორო ტექსტი როცა მიიღესო და როდესაც ამოიყვანეს ოკეანიდან და გახსნეს ეს კაფსულა, რომელშიც იყო მაიმუნი, აი ყველა დაინტერესებული იყო. ერთ-ერთი მეცნიერი მერე ხუმრობდა, რომ ყველაფერი კარგად ჰქონდა, ერთი ცხვირი ჰქონდა, მე მგონი მარტო გაყინული ამ ჩვენ ხემს, მოკლედ აი ეს პრობლემას და ამან უზარმაზარი ინფორმაცია მიცა მეცნიერებს თუ როგორ დაეგეგმათ შემდეგი კოსმოსური, ესე იგი, მგზავრობა. ეხლა რო ჩამოვყალიბდეთ, ხო, აი ბიოლოგიური კვლევები კოსმოსში აი დღევანდელ დღეს. ნუ რა ინფორმაციას ვიყვნები მე? მართალი რო გითხრათ, რუსული წყაროები არ მინახავს, თუმცა საინტერესო იქნება ალბათ ისენიც რო ნახოს ადამიანმა. მე ვეყნობოდი ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების NASA-ს. ესე იგი, აერონავტიკის ცენტრალური სააგენტოს ინფორმაციას და აი მათ მიაჩნიათ და მათ ესე მოიაზრებენ, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზანი ეს არის როგორ მოქმედებს ცოცხალზე კოსმოსური ფრენა. ეს არის ლაპარაკი იმაზე, რომ მომავალში თუ ადამიანს უშვებთ გრძელვადი ამ ფრენაში, ან სხვა პირობებს, სხვა პლანეტასთან, რას ველოდოთ, ხო? როგორ ეგუებიან სხვადასხვა ტიპის ცოცხალი არსებები, იმიტომ რომ ცალსახარი რომ საკვებ პროდუქტებს საკმარის ადამიანი სადღაც მარსზე თუ თუნდაც მთვარეზე ვერ წაიღებს. ესე იგი, ჩვენ ლაპარაკობთ, რომ ჩვენ წინაშე სერიოზული მეცნიერული პრობლემა არის ხელოვნურ სივრცეში საკვები პროდუქტის, ანუ ცოცხალი არსებების გამრავლების რა, რომელსაც ადამიანი საკვებად გამოიყენებს, ხო? შესაბამისად, მე უკვე ფიზიოლოგიური პროცესები, მეტაბოლიზმის და სტრესი როგორი არის, განვითარება, ხო? სადაც ადამიანი მიდის დღეს სამწუხაროდ, რა ვიცი,
მეჩვენება ხოლმე რომ ახალგაზრდებთან დაგიხდათ საუბრობენ, ხო? ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ადამიანის და კაცობრიობის გამრავლების და ნებისმიერი ქვეყნის ეროვნული ინტერესი ის არის გამრავლება ადამიანის. ანუ ადამიანმა ნებისმიერ ადგილას თუ ის დასახლდა, უნდა გააჩინოს შვილები და როდესაც ერთი თაობა წავა, შემდეგმა თაობებმა ერთმანეთი უნდა ჩაანაცვლონ და გასთავარია თუ პროგრესიით ამრავლდება ადამიანი, ხო? ამ ესე იგი საქართველოში იძახიან ხოლმე ხშირად, დავით, ჩემი შვილებისთვისაც მითქვია, რომ ნერვიულობ ჩვენი ქვეყნის მომავალზე. და ერთ-ერთი პირველი ამბავი, როცა საკუთარი ქვეყნის მომავალზე ნერვიულობ, ეს არის, რომ ვიქნებით საერთოდ ამ ქვეყანაში, ანუ მაგალითად ქართველები. შესაბამისად, ეს არის, რომ ბიოლოგიურად თუ მივუძგებით, ორმა ადამიანმა სამი ბავშვი უნდა გააჩინოს. ეხლა ამას რატო გადავუხვიე, რომ კოსმოსური მგზავრობა იმოქმედებს ადამიანის ნაყოფიერებაზე, შეძლებს ის ბავშვების გაჩენას ან გაზდას კოსმოსურ სივრცეში, ესეც ასე ვთქვათ, კვლევის საგანია, რა. და შემდეგი, ნახეთ, ბოლო პუნქტი არის ძალიან საინტერესო, ამაზე მე კიდევ ვიტყვით, ხო? დაზიანებები. ამ კოსმოსში ჩვენ შეიძლება რაღაცა დაგვემართოს, გაგვეპაროს, ხო? ასევე მიკროგრავიტაცია. ესე იგი, ჩვენ სულად ჩვენ სხეული არ იტვირთება და კიდე არის მეორე ფაქტორი კოსმოსური რადიაცია, რომელიც ასევე არ მოქმედებს დადებითად და ის იზრდება. კი, კოსმოსური ხომალდები ცდილობენ თავი დაიცვან ამ ორი პრობლემისაგან, მაგრამ რაღაცა ჩვენ სხეულში ზიანდება. სხეულს აქვს გარკვეული რეგენერაციის და აღდგენის, ასე ვთქვათ, თვისება. გარკვეული უჯრედები განახლდება, რაღაც ახალია, რაღაც პერიოდში ჩერდება ზოგიერთი ქსოვილებით უჯრედები, ამიტომ იქნება ადამიანი მზად, რომ თუ გარკვეული დაზიანებები მიიღო კოსმოსში, ხო? აღდგენა მოახდინოს და შესაბამისად ისეთი პერიოდი იცხოვროს კოსმოსის ესე იგი რა ვთქვათ, იმ დახურულ სივრცეში, ხელოვნურში, მაგრამ კოსმოსში, რომ ფუნქციონალური იყოს და შეასრულოს ის მიზნები, რასაც დაისახოს. რა არის ესე იგი ფაქტორები, რომელიც მოქმედებს ცოცხალ არსებაზე კოსმოსში? რა ვიცი, როგორ ფიქრობთ, ყველაზე უფრო მთავარი კოლეგები? როგორ წარმოგვიდგენია ჩვენ? ორი მსხვილი ფაქტორი, რომელიც უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა, თუ მას უნდა გაცდეს დედამიწას და იქ იცხოვროს. გრავიტაცია. გრავიტაცია იქნება როგორი? განსხვავებული, რა თქმა უნდა. ხო, გაზრდილი, შემცირებული? გაზრდილი იქნება თუ შემცირებული? მთვარეზეც და მარსზეც. როგორ გახსოვს? შემცირებული. ჩვენ ვისაუბრებთ მიკროგრავიტაციაზე და მინდა გითხრათ, რომ კვლევები აჩვენებენ, რომ მიკროგრავიტაცია ზოგჯერ იწვევს, ესე იგი, დეგრადაციას ადამიანის კუნთების განვითარების. ალბათ ყველას გახსოვთ. ფოტოშოპის ამ ბოლო დროს უფრო აი თუ დააკვირდებით კოსმონავტების სურათებს რო აჩვენებენ ან ვიდეოებს, ხო? ან მოქმედებენ, ან ვარჯიშობენ. ხო, აი ჩვენსავით დასვენებულები მაგალითად მე რომ ვიყავ სახლში რომ მივალ და წამოვწვევი და ჩემი ცოლიო ბრაზობს რა არის ესო უწევ ხარ სახლშიო, ადექი რამე გააკეთეო, ეგრე იქ არ არის, იქ წამოწვეული ვერ იქნებიან, იმიტომ რომ სულ გაუთავებლად კუნთებს ამუშავებენ, იმიტომ რომ ის დატვირთვა გრავიტაციული რაც ჩვენ კურსებს ავითარებს, ხო? და არ იწვევს კუნთების დისტროფიას, ასე ვთქვათ, იქ ძალიან შემცირებული არის. და მეორე მინდა გითხრათ, ეს არის მზის რადიაცია. მზის რადიაცია სერიოზული პრობლემა არის. აი დღეს ვეძებდი რაღაცა ფორმას, რომელიც აუხსნიდა, ვთქვათ, ბავშვებს რა არის, ხო? რა თქმა უნდა, ხა დედამიწა გაცილებით უფრო შორს არის, ესე არ არის ახლოს მზესთან. სქემატური გამოსახულება არის. მაგრამ მზის რადიაცია ფაქტიურად მომაკვდინებელი რადიაციაა. მზის რადიაცია ჯერთი ყველაზე მეტად, აი მე ჩვენ ვილაპარაკებთ, მოქმედებს ადამიანის დნმ-ს. და ადამიანის აი ამ მემკვიდრეობის და საერთოდ ჩვენი ფუნქციონირების უჯრედში ყველაზე მეტად ფაქტიურად შლის და რაც უფრო დიდი ხანი ხარ კოსმოსში, კოსმონავტები მით უფრო მათი დნმ-ის გარკვეული მონაკვეთები ზიანდება. მე სხვათა შორის აქვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი აღდგენა ხდება გარკვეული დროთა განმავლობაში, მაგრამ ეს პრობლემურია რა. და ალბათ გინახიათ, რომ ბევრჯერ მოჩანს, რომ კოსმონავტები, რომელიც ჩამოსული არიან კოსმოსიდან, ძალიან სუსტად არიან და სუსხები ეხმარებიან, რომ ფეხზე დადგენ, იმოძრავონ. ზოგიერთი ვერ სდგება კიდევაც, წოლი არის მდგომარეობაში,
უღებენ ხოლმე, ასე ვთქვათ, მათ სურათებს. მართალია აი აქ სურათზე მოჩანს, როცა ამერიკელ შეერთებულ შტატებში გამოიგონეს ეგრეთ წოდებული მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდები, ეგრეთ წოდებული შატლები, ხო, ისრათ ესე ეძახდნენ, რომლებიც თითქოს თვითმფრინავებით გაფრინდებოდნენ და დაბრუნდებოდნენ. იქიდან ძალიან ხნეთ ამერიკელი კოსმონავტები ფეხით გადმოდიოდნენ ხოლმე, მაგრამ სულ ცოტა ხანი. მერე კადრები არ გვიჩვენებდა მათი რეაბილიტაციის დროს მათ რეალურ ფიზიკურ მდგომარეობას. ამ სქემაზე საინტერესო რა არის? ნახეთ, რომ დედამიწის მაგნიტური ველი გვიცავს ჩვენ აქტიურად ამ სასიკვდილო გამოსხივებისაგან და პლუს კიდე ჩვენი ატმოსფერო ხო გვიცავს და გვიცავს. თუმცა კოსმოსში როდესაც გადის ადამიანი და ცდება ატმოსფეროს, ხო? იქ უკვე მხოლოდ და მხოლოდ რაც უფრო ახლოს არის დედამიწასთან, აი ეს მაგნიტური ველი ცოტათი ანელებს. დანარჩენი უკვე ტექნოლოგიების საკითხი არის, რომ კოსმოსურ ხომალდზე, ესე იგი, დაცული. ნუ დანარჩენი თქვით, ეს არის მიკროგრავიტაცია, ყველაფერი ჰაერში კიდია და სხვადასხვა ბევრი ექსპერიმენტები იყო, მათ შორის ცხოველებზე, სხვადასხვა ტიპის ცხოველებზე და დღესაც გრძელდება, როგორ მოქმედებს მათზე მიკროგრავიტაცია. ცლად უწონადო სივრცეში, რა თქმა უნდა, ისინი არ არიან, იმიტომ რომ ჩვენ დედამიწასთან ახლოს ავართ, ეს კოსმოსური ხომალდები და ეს საცხოვრებელი ადგილები, მაგრამ აბსოლუტურად ბევრი პროცესი მნიშვნელოვნად, ასე ვთქვათ, იცვლება. ეხლა შეხედეთ, აი თუ შევხედავთ პროგრამა NASA-ს ძირითად ბიზნესს და მე რა ვქენი, იცით რომ ეხლა თარგმანი არ გამიკეთებია, მაგრამ აი აქ გადავალ, მინდა გაჩვენოთ, რომ მე ავტვირთავთ, აი მოვიძიეთ ესეთი, ესე იგი, რა ქვია, დოკუმენტი, ეს არის 2016-2025 წლის კოსმოსური ბიოლოგიური კვლევების გეგმა. ნახეთ, მე გირჩევთ, რომ ესე იგი გაეცნოთ, ძალიან საინტერესო არის, შეიძლება აქედან გაჩნდეს როგორც მონაცემები საინტერესო, ასევე იდეები შეიძლება ბავშვებმა კონფერენციებს, კვლევებს ან პროექტებს ვაკეთებენ, შეიძლება თვითონაც თარგმნონ, ეხლა მოკლედ დღეს თარგმნა უკვე პრობლემა არ არის, ესე იგი ჩვენი ტექნოლოგიების დროში. აი იქიდან ამოვიღეთ ეს ბიზნესი, ნახეთ. აი ნახეთ როგორი მიზნები არის, აი 5 მიზანი არის მსხვილი დაფიქსირებული, რისთვისაც ბიოლოგიური კვლევები ტარდება. პირველ რიგში რა თქმა უნდა ადაპტაცია აინტერესებს ბიოლოგიური სისტემა კოსმოსურ გარემოს როგორ ეგუება. მეორე, ეს არის ინტეგრირებული ფიზიოლოგიური მოდელების შემუშავება მოსავლის მოსაყვანათაც სამედიცინო მიზნებისთვისაც და ადამიანისთვის შეიქმნას კოსმოსის ადეკვატური გარკვეული ფიზიოლოგიური მოდელები, როგორი ცხოვროს, როგორი მოქმედოს, რაც შეიძლება დიდი ხანი, ხო? ძალიან მნიშვნელოვანი არის ასევე ბიოლოგიური პროცესები, უჯრედის დონეზე, გენების დონეზე, რა ხდება ცოცხალ არსებებში, როგორც ადამიანში, ასევე სხვებში, ხო? ტექნოლოგიები, რომელიც მოტრიალდება დედამიწისაკენ, ბიოლოგიური ტექნოლოგიები, ან რაღაცის წარმოება კოსმოსში მოხდება და აქ ჩამოტანა, ან ის, რასაც აღმოვაჩენთ კოსმოსში, ის რო იყოს გამოყენებული უკვე დედამიწაზე სოფლის მეურნეობაში და სხვადასხვა ბევრი რამე მედიცინაში და სოფლის მეურნეობაში გამოიყენება. პირდაპირ ფინანსური მოგება აქვს. თქვათ, ზოგს გონია, რომ რატო იხარჯება ამხელა ფული კოსმოსზე. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ მომგებიანი არის თუ გახსოვს საშუალება, რომ კოსმოსური კვლევები ჩაატაროთ. აი ეს 5 ძირითადი მიზანი არის და უკვე ძალიან პრაქტიკული რაღაცა რომ ნახოთ, აი ერთ-ერთი პირველი და საინტერესო, ესე იგი, ამბავი, რაც მოკლედ კოსმოსში მოხდა, ეს იყო სცენარეების მოყვანა კოსმოსში, ხო? ანუ ცოტათი ხმა ჩავუწევ და ან ნახოთ ეს ვიდეო, რომელსაც ახლა მე ეკრანზე გამოვიყვანე, ნახეთ. ესე იგი, სცენარის მოყვანა ერთ-ერთი პირველი შედეგი. ძალიან მომეწონა, რომ აი ეს ციცერონის გამოთქმა არის, თურმე რომ თუ გაქვს ბაღი და თუ გაქვს ბიბლიოთეკა, მაშინ ყველაფერი ქონია ცხოვრებაში. ბიბლიოთეკა არ აკლია კოსმოსში წასაკი. აი რაც შეეხება ბაღებს, ნუ აი ეს მაგალითად პერსპექტიული მოდელი როგორ შეიძლება იყოს მარსზე, ხო? ეს დღევანდელი კაცში ხედავთ, თქვენ გარემო დღევანდელი კოსმოსური ხომალდს. ასე რომ აი აქ არის მცდელობა, რომ აი ეს ბიბლიოთეკა შეივსოს მოკლედ აი ამ სცენარეებს და მართლა გითხრათ ის რაც გვერდზე დაფრინავს ის რეალურია. აი თქვენ ხედავთ კაცზე როგორ მოყავთ სცენარეები.
მცენარეები კოსმოსში, მათ შორის საკვები მცენარეები, რომელსაც საკვებად იყენებენ, მაგალითად სალათი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც სადეს და რომელიც ვიტამინებით და ჯანსაღი ყვებით უზრუნველყოფს თუ სულად არა კოსმონავტებს ძალიან მნიშვნელოვანია. და ეს რასაც ხედავთ, ეს უკვე მომავლის წარმოდგენა არის, რომ ესეთი ბაღები გაშენდეს თუნდაც დღევანდელ არსებულობაში, უფრო წინა კადრი რო იყო, ყველა მცენარეები ცალ-ცალკე ცხოვრობს, ისე ცდილობენ, რომ გაზარდონ მცენარეები კოსმოსში. ერთ-ერთი პირველი შედეგი, აი ეს ორი ბატონი და ქალბატონია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი კვლევები ჩაატარეს, იყო ის, რომ მაგალითად აი 99 წლიდან დაიწყეს კვლევები, როდესაც დაიწყეს, ესე იგი, სცენარეების გაზრდა, ანუ თესლის გაღვივების შესწავლა, ხო? ალბათ აი ვინც ბიოლოგები ბრძანდებით, იცით, ანუ ისედაც ვიცით და სკოლიდან რომ სცენარე როგორ ისდება, ხო? მისი ღერო ადის ზემოთ და მიგვაჩნია, რომ დედამიწის მიზიდულობის გამო სცენარემ თითქოს და იცის, მას გეოცენტრული მოძრაობა აქვს. ფესვები ჩადის ნიადაგში დაბლა მცენარე მოძრაობს ზემოთ. ძალიან საინტერესო კვლევები იყო ჯერ კიდე ჩარლზ დარვინიდან დაწყებული, როდესაც მცენარეს ცდილობდნენ, რომ შეეცვალა თვისთვის მოძრაობა მაგალითად, ხო? და გვერდულად ემოძრავა. სხვათაშორის აი დარვინმა აღმოაჩინაო, რომ ისე გარკვეულ პირობებში თქვენ ხედავთ ზედა ფესვებს, მცენარემ შეიძლება დაიწყოს აცილება და გვერდულად ზრდა, ასე ფესვის განვითარება რა. და აი აქ თქვენ ხედავთ თქვენ კოსმოსში გამოყვანილ ექსპერიმენტებს და თქვენ ხედავთ, რომ პრინციპში დიდი განსხვავება, ესე იგი, ფესვის განვითარებაში არ არის. და ესეთი პირველი აღმოჩენა იყო, რომ თქვენ ხო უკვე დაჩქარებულ გადაღებას ხედავთ, რომ გასაგებია, რომ მიკროგრავიტაცია არის და გასაგებია, რომ გრავიტაცია მაინც მოქმედებს სცენარეზე, მისი ფესვები პირობითად საკვები ნივთიერებისაკენ ესწრაფვის, თუმცა რა თქმა უნდა, მასზე მოქმედებს გრავიტაციის ძალაც და ის პირობითად რო ვთქვათ, უფრო ქვემოთკენ მოდის. აი ეს ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი არის, მე ხა დავაპაუზებ. თქვენ ხედავთ, რომ აი ეს წითელი ფერები მარცხენა ნახატში, რომელიც მიწის არის და მარჯვენა ნახატში ნახეთ, თითქოს და შეერია ერთმანეთს ფერები თელ სიგრძეზე, ძალიან უხეშად რო ავხსნა, მცენარემ დაიწყო ჩართვა კოსმოსში გარკვეული გენეტიკური, ესე იგი, გენის მონაკვეთების ადაპტირებისათვის და იმ ტიპის ცილების წარმოებისათვის, იმიტომ რომ სულ ყველაფერი გენების ეტაპზე არის, რომელიც მას გამოადგებოდა სწორედ იქ, ასე ვთქვათ, მიკროგრავიტაციის პირობებში და მათ შორის კოსმოსური გამოსხივების პირობებში. ჩვენ კი ვთქვით, რომ კოსმოსური ხომალდი დაცულია კოსმოსური ესე გამოსხივებისაგან, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ბოლომდე დაცული არ არის და სადღაც მოკლედ ერთი 10-15% უფრო მეტი ნამდვილად არის გამოსხივება, ამიტომ გარკვეულ დაზიანებას დნმ მიიღებს და დნმ-ს უნდა ჰქონდეს თვისება რეგენერაციის. ასევე ძალიან საინტერესო ამბავი არის, რომ აი თან პაუზებს გავაკეთებ, ვთქვათ კიდე ესეთი აღმოჩენა გააკეთეს, რომ მცენარე, რომელიც კოსმოსში იზრდება, ის კედლის, ასე ვთქვათ, არსებული დნმ-ი პირიქით არის შეტრიალებული. ყველის დღემდე არ იციან, რატო იქცევა ესე, მაგრამ ეს ძალიან საინტერესო კვლევა არის, იმიტომ რომ ყველანაირი ცვლილება ცოცხალ სისტემაში რაღაცის გამომწვევია. ყოველ შემთხვევისათვის, აი ამ კვლევების შედეგად უამრავი საინტერესო მიგნება და ტექნოლოგია წამოღებული იყო, ესე იგი, უკვე რეალურ ბიოლოგიაში და აგრომრეწველობაში, დედამიწის ზურგზე და ნამდვილად გამოადგათ მეცნიერებს თანამედროვე, ესე იგი, აგრომრეწველობის განვითარების დროს. აი ეს მაგალითად ერთი მიმართულება აი ამ ბიოლოგიისა კოსმოსში. ეხლა მეორე მიმართულება უკაცრავად აქ რაღაცა ნიშანი არის, მოგეთეთ, რამე შეკითხვა ხო არა, ეგრევე რაღაცამ რაღაც დაწერა. მოგესალმებით, კი ბატონო. კოლეგებო, რამე კითხვა ხო არ გაჩნდა სანამ საუბრობ? ხო არ დასვავთ, თუ გავაგზავნოთ. გავაგზავნოთ, ხო? და მე ბოლოში დავსვათ, ვინმე შეკითხვა. ხო. ესე იგი, ძალიან მეორე, ესე იგი, სამი მიმართულება მინდა რომ გაგაცნოთ ამას მოვაწერ. მეორე ძალიან საინტერესო მიმართულება ეს არის სიმსივნის, ესე იგი, კვლევის მიმართულება,
მოდით აქაც აი ვიდეო ჩავთავ და პარალელურად ეთქვით აქცენტებს გავაკეთებ რა არის საინტერესო. აი ეს არის გარემო, ესე იგი კოსმოსური, სადაც ცნობილი მეცნიერი ვინც მუშაობს. ეხლა ძალიან საინტერესო არის იგი, რა მოხერხებს, ნახეთ? აი მე აქ დავაპაუზებ უკაცრავად აღმოვიყვან უკან, რომ ეს კარგად გავიაზროთ, ეს გავაჩერებ. ესე იგი, აღმოჩნდა რომ კოსმოსში თურმე შესაძლებელი, ესე იგი, სიმსივნის წამლების წარმოების დროს და სიმსივნის კვლევის დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ლაბორატორიაში ჩვენ შევქმნათ კლონები, ხელოვნურს ეძახია, მაგრამ სინამდვილეში კლონები არის, ესე იგი, ქსოვილები. უჯრედები, რომელსაც ექსპერიმენტებს ჩავატარებთ, ან იქ ვისწავლით, როგორ ხდება ამ სიმსივნის გავრცელება და მასთან ბრძოლა გარკვეული მედიკამენტებით თუ სხვა ქიმიური თუ ბიოლოგიური მეთოდებით. შეხედეთ? მაგრამ დედამიწის ზედაპირზე ეს ჩვენი ქსოვილები და ეს უჯრედები ქმნიან ეგრეთ წოდებულ ბრტყელ ქსოვილს. ხო? და აი მინდა გითხრათ, რომ კოსმოსში უჯრედებმა დაიწყეს აი ესეთი კლონირების დროს სივრცითი სტრუქტურის შექმნა. ხედავთ, აი სინამდვილეში ნამდვილი სიმსივნე, აი მარჯვნივ ხედავთ სიმსივნის უჯრედს, ნამდვილი სიმსივნე არის ზუსტადაც სფეროების ფორმის. ანუ მას სივრცითი აგებულება აქვს. შესაბამისად, ვინაიდან კოსმოსში შესაძლებელი გახდა აი ამ ექსპერიმენტული ქსოვილების შექმნა სივრცითი ფორმის სახით, ხო? მათზე ქიმიური ექსპერიმენტების ჩატარება და წამლების გამოცდაც გაცილებით უფრო ეფექტური აღმოჩნდა. ეს ნახატი არის ნაჩვენები, რომ ბრტყელი კი არ არისო, სივრცეების გამგეშ სივრცითი არისო. ამიტომაც აი ამ სივრცითი მოდელების შექმნა კოსმოსში ძალიან, ნუ გადამწყვეტი არ მინდა ვიხმარო, მაგრამ ძალიან დაეხმარა სიმსივნისთვის მეცნიერებას და ბოლო დროის ყველაზე წინ წასული, ესე იგი კანცეროგენული, ანუ ხო სიმსივნის საწინააღმდეგო წამლები სწორედ აი ამ ტიპის მოდელირების შედეგად, ასე ვთქვათ, გამოვიდა. ისევე როგორც მინდა გითხრათ, რომ არა მარტო გულის იქ აჩვენეს ხეროვანი უჯრედების გამოკვლევაც, ესე იგი ნერვული სისტემების დაავადებებთან დაკავშირებით. და რა თქმა უნდა, მათ მიაჩნიათ, რომ აი ეს კვლევები და ეს ტიპის მოდელირება საოცარ ინფორმაციას მიცემს ადამიანს და უფრო მეტად მოამზადებს, რომ ის მოემზადოს გრძელვადიან მისიებში მონაწილეობის მისაღებად, ესე იგი მარსზე და აი ასე შემდეგ, ხო? აი თუ დავინახავთ როგორც რეზუმეს შეხედეთ, ესე იგი აი სანგანზომილებელი გაზდა უჯრედების არის ძალიან მნიშვნელოვანი, თქვენ ხედავთ სლაიდზე, აი ორი მიმართულების სიმსივნის პრეპარატები არსებობს, ინგლისურად მათ სახელები არის ეს NGX და Rebexin B, მე მგონი ესე ქვია, ხო? და ესე იგი რა ქვია, ეს წამლები სწორედ ეხმობა კოსმოსში ჩატარებულ კვლევებს, აი ესე იგი რა ქვია, სადგურზე, საერთაშორისო სადგური, რომელიც დღეს ესე იგი კოსმოსში არის. გარდა ამისა, მედიცინაში არის კიდე ორი ძალიან საინტერესო მიმართულება. ეს არის ნეიროდეგენერაციული დაავადებები, როგორც არის მაგალითად ალცჰეიმერი, პარკინსონი, ხო? და აი მათი შესწავლაც ესე კოსმოსურ მოდელირებაზე უფრო და უფრო წინ წავიდა და დღეს არ ვიცი, მე მომჩვენება, რომ ჩემ ბავშვობასთან შედარებით, შეიძლება მას სახელები არ ვიცოდი, მომჩვენება, რომ ჩემს გარშემო უფრო და უფრო მეტ ბებიებს და ბაბუებს ეს დაავადებები აწუხებთ. ამიტომ მკურნალობა ძალიან მნიშვნელოვანია. და რა თქმა უნდა, ჩემო ბატონო, იმუნური სისტემა, ხო? ბოლო პანდემიამ გვიჩვენა, რომ იმუნური სისტემების გაძლიერება, თან ბუნებრივი გაძლიერება და არა ხელოვნური ძალიან მნიშვნელოვანი არის. ამიტომაც აღმოჩნდა, რომ კოსმოსში აღდგენები და ორგანიზმის ადაპტაცია, ესე იგი ანტიმიკრობული, გაცილებით უფრო ძლიერი არის, შესაბამისად სამეცნიერო კვლევები აი ამ სამი მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვან მიღწევებზე საუბრობს და ძალიან მნიშვნელოვანია. და ბოლო ესე იგი, რაც მინდა რომ გაჩვენოთ, ეს არის ძალიან საინტერესო კვლევა, რომელიც ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარდა. ეს არის ეგრეთ წოდებული ტყუპების კვლევა. მოდით აქაც ჩავთავთ. This is astronaut Scott Kelly back in 2015. For 340 აი თქვენ ხედავთ ესე იგი სპოტი ქვია მოგონი მას მოკლედ შეირჩა ტყუპი წვილი რომლებიც გახდნენ კოსმონავტები არ ვიცი სპეციალურად გახდნენ თუ არა აი თქვენ ხედავთ მათ თვები არა აქვთ
ერთ-ერთი ლუჩი არის, აი ეგერ არის მარკი და სკოტი წავიდა კოსმოსში, მარკი დარჩა დედამიწაზე. წარმოიდგინეთ, 1 წლის განმავლობაში სკოტი რა, ესე იგი, ექსპერიმენტებსაც ატარებდა, ან მასზე ექსპერიმენტებს, ანუ ვარჯიშობდა, ატვირთვით, ანალიზებს იღებდა, 1 წელიწადი დაუსრულებდა კოსმოსში. ზუსტად იგივე ანალიზებს და ექსპერიმენტებს ესე იგი უტარებდნენ მის ტყუპძმას დედამიწაზე და მერე როდესაც სკოტი ჩამოდის და ბრუნდება დედამიწაზე ადარებენ მათ მდგომარეობას. დაახლოებით აღარ მახსოვს, მეგონი სადღაც 4 წელიწადი დაჭერდა, ხო, 4 წელიწადი დაჭერდათ სრული შედეგების ანალიზს, რომ მიეღოთ, რომ რა იყო მთავარი მიზანი, ხო? ანუ წარმოგიდგენთ, ორი ერთიანი ადამიანი ფაქტიურად ისეთი მე მგონი ერთკვერცხიანი მეებს ეძახიან. მოკლედ ზუსტად იმეორებენ ერთმანეთს აგებულებას და თითქმის ესე იგი ერთ-ერთში მიდიოდა მათი განვითარება. აქ ნაჩვენებია კადრებზე, რომ უამრავი დედამიწაზე სიმულაციები ხდება ხოლმე, რომ ხანგრძლივად ადამიანმა იცხოვროს ესეთ ხელოვნურ პირობებში. ახლა კადრები იყო, ხო? სკოტმა 1 წელიწადი ასე ვთქვათ იცხოვრა რა. მაგრამ ესეთივე უცნაურ პირობებში ოღონდ დედამიწაზე ცხოვრობდა მისი ასე ვთქვათ ძმა. და მერე მოხდა მათი ინფორმაციის შედარება. მიუხედავად იმისა, რომ ოპტიმისტური იყო ეს კვლევები და აი ეს ტყუპები პრინციპში ისე ჯანმრთელი ჩამოვიდა, შეინახეს აღმოაჩინეს უამრავი განსხვავებაც რა, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანი და დასაფიქრებელია. მაგალითად, დნმ-ის დაზიანებების სიხშირე გაიზარდა სკოტის სხეულში, თუმცა შედეგზე თითქოს გარეგულად მასზე არ მოქმედებდა, ხო? მაგრამ ეგრეთ წოდებული აი ბიოლოგიის მასწავლებლები გვაქვს ზანდებით, ტელომერი არის, მოკლედ მონაკვეთი არის. აი აქ ანიმაცია არის, ნაჩვენები, მართლაც და ეს რადიაცია, რომ გაივლის კოსმონავტის სხეულში, ხო? წყვეტს რაღაც ადგილებში მის დნმ-ს და ამჟამად ნაჩვენებია, რომ ეს წყვეტები დნმ-ში უფრო დიდია. მარსზე კიდევ უფრო მეტი იქნება. ეს განაერი დაცვაც ადამიანმა მოიფიქროს. შესაბამისად, შენ რაღაცა დროის განმავლობაში შეიძლება შენმა სხეულმა აიტანოს მათ შორის დნმ-ის დონეზე ესეთი ცვლილებები. მაგრამ მერე მისი აღდგენა, რეგენერაცია უნდა მოხდეს რა. თუმცა ვინა გითხრათ, რომ ესეთი ცვლილებები, აი ალპინისტები რო ადიან და ზოგადად ექსტრემალურ სიტუაციებში, აი ევროზულ სიტუაციებშიც კი რო ადამიანები ვარდებიან, მაშინაც ხდება გარკვეული დაზიანება. თუმცა მერე ხდება მისი აღდგენა. ასე რომ სკოტისში აღმოჩნდა გარკვეული დაზიანებები და ვიდეო იძახის და ეს 4 წელი არის გასული მისი ჩამოსვლის შემდეგ, აი აქ იჩვენებენ სქემატურად რომელი ნაწილის დაზიანება ხდება ნაწილების, ხო? შესაბამისად, ესე იგი, რა ქვია, მისი აღდგენის პროცესი დღესაც კი მიმდინარეობსო. ესე არის ნახსენები რა. ნებისმიერ შემთხვევაში ეს იყო აი რაღაც უნიკალური ესე იგი ექსპერიმენტი. წარმოიდგინეთ, ორი ერთიანი მსგავსი ადამიანის ფაქტიურად კლონის პირობითად ვთქვათ, ხო? ბიოლოგიური, ფიზიოლოგიური თვალსაზრისით ხო და სულიერად სინქრონები არ იყო. ორი დამოუკიდებელი სხვადასხვა პიროვნება იყო, ხო? მაგრამ ორი ბიოლოგიური კლონის მდგომარეობა შეისწავლეს და ეს იყო უნიკალური ესეთი კვლევა, რომელიც ჩაატარეს ამ ადამიანებთან, ასე ვთქვათ, ერთად. პრინციპში მან კარგად და უჩვენა, რომ აი ესე იგი 1 წელი კოსმოსში ყოფნა, ხო? მაინც ისეთი დრო არის, როდესაც შემდეგაც ადამიანი მოახდენს საკუთარი მდგომარეობის აღწევას. თუმცა მინდა გითხრათ, რომ რაც უფრო 1 წელზე მეტი იქნება ადამიანი კოსმოსში და მარსის შემთხვევაში ლაპარაკი რამოდენიმე წელიან ყოფნაზე არის, აი აქ უკვე ჯერ რჩება კითხვის ნიშნები, რამდენად გაუძლებს მაგალითად თუნდაც მზის გამოსხივებით ადამიანის დნმ ესეთ ზემოქმედებას და მოხდება თუ არა მისი ესე იგი აღდგენა, თუ შეიძლება ის სავალალოც კი გახდეს, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ბოლოში რაც რომ მინდა თქვა, შედეგი აი ამ მზის გამოსხივების შედეგად ამ დნმ-ის დაღწევას არის, რომ სიმსივნისადმი მიდრეკილება და სიმსივნური დანამატების გაჩენის ალბათობა უფრო და უფრო იზრდება, იმიტომ რომ რანაირადაც არ უნდა დავიწყოთ ჩვენ თავი კოსმოსში, მოკლედ ეს ფაქტი დადასტურდა, რომ კოსმოსური რადიაცია ჩვენზე მოქმედებს. ხოლო თუ რეზუმის სახით ესე იგი ვისაუბრებთ, ხო? აი რეზუმის სახით მან აჩვენა, რომ აი ეს იმუნური სისტემა გარკვეულად შეიცვალა, ეს ტელომერების მოკლედ გენების სტრუქტურაც რაღაცნაირად შეიცვალა,
ხა მუტაცია არ იყო, მაგრამ ცვლილებები იყო, თუმცა მე დედამიწაზე დაბრუნების შედეგად მოხდა ესე იგი ნორმაში დაბრუნება აი ამ სუყოლაფს, ხო? აი ამითი მე დავასრულე ჩემი პრეზენტაცია, ეს მინდა გითხრათ თუ კიდე განოსივცი არის, მაგრამ მეომე ჩვენა რომ აი ეს სამი მიმართულება ნაცვლად უჩვენებს რომ ბავშვებისთვის ძალიან საინტერესო იქნება რა. იმიტომ რომ დღეს ახალგაზრდები, პატარები ყველა არის ბოდავს კოსმოსით და იმდენად ზოგჯერ ჯერა ჩვენ ფილმების და სუყოლაფრის ასაც უყურებთ, ხო? რომ თითქოს მიგვაჩნია რომ აი ეს ხვალდაზე ამბავი არის რომ მართლა ჩვენი ნაწილი გახდეს კოსმოსში ცხოვრება. უბრალოდ იცით თქვენ ალბათ ჩვენი ტურიზმიც კი განავითარებს. თუმცა იქ სულ რაღაც რამოდენიმე საათიან გასვლაზე არის კოსმოსში ლაპარაკი, ხო? იქ ადამიანის ფიზიოლოგიაში რამე შეიცვალოს ან გენეტიკურ ინფორმაციაში ნაკლებად საფრთხიანია რა. მაგრამ გრძელვადიანი ცხოვრება კოსმოსში აი ესეთი უარყოფითი რაღაცების მომტანია, ხო? მოდით ახლა მე აი აქ პაუზას გავაკეთებ და აინტერესებს რამე შეკითხვები ხო არ არის, რომელზეც შეიძლება ჩვენ რაღაცა ვისაუბროთ. მე მომზადებული მაქვს, მაგრამ დროს რო უყურებ, ალბათ დღეს ვერ მოვასწრებ, უბრალოდ გაჩვენებთ, რომ აუცილებლად მომავალში გაჩვენებთ აი ჩვენ ესეთი აქტივობა ქონდა ეგრეთ წოდებული კლინოსტატის შესახებ და სხვათა შორის უკაცრავად ერთ ხა მოვიტანთ და გაჩვენებთ როგორ გამოიყურება. აი ნახეთ ეს თელსაწყოარი კლინოსტატი ძალიან საინტერესო STEM პროექტი არის იმდენად თუ ბავშვები ესე იგი მიგებენ რომლითაც შეიძლება ბავშვებმა აღმოაჩინონ აი ეს ტრიალებს ხო და შესაბამისად მასზე ირგვება პატარა თესლები გარკვეული სცენარის და ესე იგი რა ქვია ბავშვები დაინახავენ ის ტრიალებს პროგრამულად არის უზრუნველყოფილი Arduino-თი და თითქოს და სცენარე კარგავს ორიენტაციას ესე იგი რა ქვია მასთან დედამიწის მიზიდულობის ძალა საიდან მოქმედებს მასზე და ძალიან საინტერესოა რომ თვითონ აღმოაჩინონ ფესვი რა მიმართულებით გაიზრდება და ღერო რა მიმართულებით გაიზრდება. ანუ ეხლა თვითონ როგორც პროექტის ეხლა ელექტროინჟინერულ პროექტს გააკეთებენ ეს კარგი გამოცდილება იქნება მოცემის. კარგი გამოცდილება იქნება იმისათვის, რომ ელექტროინჟინერიაში კიდე დაპროგრამირებაში რაღაცა ცოდნა ასე ვთქვათ მიიღონ, მაგრამ მოდით ეს ცალკე წყარაჩუდად განვიხილოთ, როგორ ეწყობა ეს სისტემა და როგორ შეიძლება ამ Arduino-თი მართულ კლინოსტატზე ექსპერიმენტების ჩატარება. ალბათ რუსუდანს აქვს ისე ვაწეული ხელი, აბა გისმენთ, ალბათ რუსუდან დიახ, ბატონო, ხა მე მაინტერესებს, ანუ კოსმოსში სიცოცხლე ყოფილა როგორც ჩანს, ხო? არის. არა, კოსმოსში სიცოცხლე არის თუ არ არის, არავინ არ იცის. ამაზე მე არ ვისაუბრია, ჩვენ აქ ვლაპარაკობთ ადამიანმა რაც შექმნა იმ ხელოვნურ კოსმოსურ სისტემებში, როგორ ცხოვრობს ადამიანი და რა ემართება მის, ასე ვთქვათ, ორგანიზმს. იმიტომ რომ უნდათ რომ ადამიანმა უფრო და უფრო დიდხანს იცხოვროს იმისათვის რომ მოხდეს თვარისათვისება, ეს უკვე რეალურად ჩაშვებული პროექტი არის და ყველა მიცის რომ ამ წელს უკვე პირველი ხომალდი დაფრინდება და წვეს დაარტყავს თვარის გარშემო, ანუ მთელი სისტემას გამოცდიან თვარის გარშემო ორბიტაზე უნდა დადგეს ერთი ხომალდი, მეორე დაბლა უნდა დაეშვას და მე გრძელვადიანი ცხოვრების აწყობა უნდა მოხერხდეს თვარეზე რატო? მინერალები არის მოპოვება ძალიან მონგებიანი არის და თუ კაცობრიობა ამას მოახერხებს ეს სერიოზულად წაადგება მის ასე ვთქვათ ეკონომიკას და კიდევ უფრო გრძელვადიანი პროექტი არის ეს არის უკვე ილონ მასკის როდესაც ის ებზადება რომ მარსზე შექმნას საცხოვრებელი ადგილები ხო ის კი არა ხალხი ეწერება სიებში მე მეგონა რომ რაღაც ფურობას ემსგავსებოდა მაგრამ არსებობს ინტერნეტში კი შეიძლება შესვლა და ნებისმიერ შეუძლია რეგისტრაციას კი არა ფულს იხდიაში რეგისტრაცია გაიარონ რომ ვითომ მარსზე მერე მოხდეს ადამიანების გადასახლება და ამაზეც ლაპარაკობენ რომ უახლოეს 10 წელიწადში ჩვენ მოვესწრებით ასე ვთქვათ აი ამას. რაც შეეხება სიცოცხლის არსებობას კოსმოსში, ნახეთ
აქ არანაირი მტკიცებულება არ აქვს გარდა რისა. ეს ხოჩეს ცალკე საინტერესო საკითხია შეიძლება, მაგრამ მოკლედ ვიტყვი. პირველი ეძებენ წყლის ესე იგი H და O-ს კავშირებს და იმედი აქვს რომ მარსზე მექანიკური სტრუქტურები აღმოჩენილი არ აქვს, მაგრამ ნიადაგში სტრუქტურები ან გარკვეული ანალიზი არაორგანული თითქოს და მიუთითებს იმაზე რომ მარსზე არის ყინულის მსგავსი რაღაცა სტრუქტურა და ამ მიმართულებით მიდის კვლევა და მისი გარეგანი სტრუქტურა თითქოს გეოგრაფია ადასტურებს იმას რომ იქ ერთი პერიოდი მდინარეები და წყალი იყო მეტი არაფერი და ვენერასთან დაკავშირებით აქვს ეჭვები რომ შეიძლება იყოს და თუ თქვა დამტკიცდა უკვე 100%-იანად რომ წყალი არსებობს მე ევოლუციური თეორიიდან გამომდინარე წყალის არსებობა არის საფუძველთა და საფუძველი როგორც დედამიწაზე განვითარდა სიცოცხლე ისე რომ განვითარდა სიცოცხლე ფანტასტიკური კინოები და სხვა სახის ფორმებიც არსებობს მათ შორის კრისტალური რაღაც ის უკვე ფანტასტიკის თემაა ასე რომ აქ ჩვენ საუბრობთ ადამიანის სიცოცხლის უნარიანობაზე და ნებისმიერი ცოცხალი არსების ადამიანის მიერ შექმნილ ხელოვნურ გარემოს და საინტერესო არის ჩვენი ბავშვებისა და პროექტების რატო იცით იმ პროექტების გარკვეული მოდელირება ჩვენ აქ შეგვიძლია საკლასო ოთახში ან კლუბში ან სადღაც ბავშვების მიერ აი ამ ელექტროინჟინერიის ინსტრუმენტებით მადლობა სხვა შეკითხვები კოლეგებო მოგესალმებით ბატონო გახა არ დადაგების პერიოდში თუ შეიძლება ბავშვების ჩამოყვანა თქვენთან არ დადაგების პერიოდში ჩვენ მუშაობთ კი ესე იგი ნახეთ ერთადერთი როდესაც ჩვენ არ მუშაობთ ეს არის შაბათი კვირა და დასვენების დღე აი მაგალითად 3 მარტი რომელიც რა ხო? დიახ, გასაგებია. ხო, საჯარო სამსახური ჩერდება რა. თორე თვითონ არ დადაგების დაკავშირებით მაშინ. დავიკავშირდით და ჩვენ გავგზავნდება. დიახ, აუცილებლად ჩამოვალ. მადლობა. შეკითხვები თუ არა და მაშინ დავასრულებ მაშინ. ხო, დიახ, ისმენ. ხმა, მომესალმეთ ხალბატონო, მაგრამ მე უკვე აღარ მესმის. ახლა შემოვედი და მოგესალმეთ ბატონო კახა. გასაგებია. ხალბატონო თამარ თქვენთან გასაგებია. კი ბატონო. კარგით, მაშინ დავასრულოთ, ხო? დღევანდელი კიდე ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო აი ამ ერთგულ მონაწილეებს, იმიტომ რომ თვითონ ჯგუფში პატიშოშ მინდა გითხრათ, პირველად რომ დავიწყოთ, იქ უფრო 10-ის ფარგლებში იყო, ეხლა გვიხარია რომ უკვე 20 ცოტა აჭარბებს ხოლმე 21, 22, 23 ადამიანი არის. მაგრამ ხო გეუბნებით, აი გამომდინარე იქიდან რომ აი თქვენს გაჩვენებთ რახან საერთო საქმეს ვაკეთებთ და ჩვენ ჯგუფში აი ნახეთ აი ვიდეო წინა რო დავდე ნახეთ 284 წვდომა აქვს ბატონო ნუგზარის ვიდეოს 539 წვდომა აქვს რა თქმა უნდა ჩვენ არ ვიცით ეხა ეს ბოლომდე უყურა ვიღაცამ ამ ვიდეოს თუ უბრალოდ გადაახვია ან ოსოფრეს ჩართო ვიდეო და დაინტერესდა რაშია საქმე ხო და ეს უკვე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასე რომ დიდი მადლობა სულ მონაწილეობისათვის და თუ შეკითხვები არ აქვს შეგვიძლია დავტოვოთ შეხვედრა და მაშინ გავთიშავ მე ჩაწერასაც და დაგემშვიდობებით. მადლობა კახა და მომავალ შეხვედრამდე. კარგად გრძანდებოდეთ. მომავალ შეხვედრამდე მადლობა დღევანდელი დღისთვის. 20 საათზე იყო, მე 5-ზე მეგონა ახლა შემოვედი, მაშინ ჩანაწერს ვნახავ. კი, ჩანაწერი ნახეთ, დროზეც ვიტყვი სანამ გავთიშავ. უბრალოდ ჩვენ აი ეს რაღაცა ოქროს დროსავით ვიპოვეთ. შესაძლოა ჩვენც არ ესე იგი რო უნდა იყოს მუდმივი რომ აი ადამიანმა იცოდეს როგორც რაღაც გადაცემა რო იყო ჩვენ ბავშვობაში არ გაეცდიდა მაგრამ ამავე დროს ჩანაწერი ინახება და ყველა შეუძლია ნებისმიერ დროს რო ნახოს რა აი ეს დრო 4-დან 5-მდე სხვა დრო ვერ შევარჩიე დიახ ნახავ აუცილებლად მადლობა კარგად გრძანდებოდეთ ნახვამდის მადლობა კარგად გრძანდებოდეთ ნახვამდის